დილამშვიდობისა ყველას, გამარჯობა. მოგესალმებით ჩემს დილის თათბირზე. იმედია რომ კარგად ხართ ყველანი. ვიწყებთ სამუშაო დღეს. მე ერთი კარგი ამბავი მაქვს. იცით, ჩემი პირველი პროფესია ეს არის ლექტორობა, პროფესორობა. და მივიღე კონტრაქტი წიგნის დაწერასთან და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ინგლისურად. კარგახანია ამ წიგნს წერ, როგორც მეცნიერებაშია გამოქვეყნებული მაქვს რამდენიმე სტატია უკვე და ახლა წიგნის შეკრა მინდოდა წიგნად დიდი გამოცემა იმაზე თუ რა როლი აქვს რუსეთს საერთაშორისო სამართალში. და დიდი საერთაშორისო გამომცემლისგან მაქვს ეს შეთავაზება. ედუარდ ელგარი, ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ინგლისურენოვანი აკადემიური გამომცემელი და ეს მიხარია, მოკლედ, ჩემს საქმეს ვაგრძელებ, რომელიც ძალიან მიყვარს. ასევე ვმუშაობთ ბაღების წინააღმდეგ საჩივარზე. გემახსოვრებათ მათი გადაწყვეტილება, რომ ეს სისულელე, აბსოლუტური სისულელე და ფლანგვა, რაც არის ბარათები, შემოიღეს იმის მაგივრად, რომ გაეუმჯობესებინათ ჩვენი ბავშვებისთვის პირობები სხვადასხვა ფორმით და ვამზადებ სარჩელს, ეს არის მათი წერილი ჩემს მიმართ. ეს იქნება სარჩელი, სადაც ყოველ შემთხვევაში თქვენს სადგივარს ვისაუბრებ იმაზე, თუ რა სისულელე არის ბაღებში. ყოველ დღე წერთ თქვენ, რომ საცობებია, აგვიანებთ, ორი ბავშვია მისაყვანი, ერთი სკოლაში, ერთი ბაღში და ამ პირობებში ბაღები შეიძლება გეუბნებიან, რომ არ შეგიშვებთ და ასე შემდეგ. ეს არის მშობლების ცხოვრების გართულება, დაუშვებელია. საქმე იმაშია, რომ შინაგანაწესიც კი ბაღებისა არ არის გამოქვეყნებული. ანუ რისი უფლება აქვს ბაღს, რისი უფლება აქვს მშობელს დაგვიანებაზე, რატომ უნდა იყოს პრობლემა? მე მართლა 4 ქვეყანაში ვარ ნაცხოვრები, პატარა შვილები მყავდა და არ მახსოვს, რომ არ შეგიშვებთ რომელიმე ბაღს ან სკოლას ერქვათ, მეგობრებო. ანუ ეს წესრიგდება ყველაფერი შინაგანაწესით, შინაგანაწესები არ არის გამოქვეყნებული და ამას მივდგები ახლა მე. შემდეგი არის ძალიან სერიოზული საკითხი, ეს არის ეხლახანს გაიმართა, იმედი მაქვს ბოლოჯერ უკანასკნელად ეს წვალება, ცოდვილობა მთავრობის პროპაგანდისტულ არხზე, რომელსაც მივიდა ერთ-ერთი ახლად შექმნილი პარტია. ეს იყო შეცდომა, მე მგონი დავინახეთ. არ დაუჯეროთ, როდესაც აქეთ-იქით კლიპებს, პატარ-პატარა ამონაწერებს გიზიარებენ თქვენ, გიზიარებენ სხვადასხვა თუნდაც სამთავრობო თუ სხვა სოციალური ქსელიდან, თუ ვუყურებთ მთელ 2 საათიან დებატს, ეს იყო რეალურად. დავინახეთ რამდენიმე ექსპერტის ძალიან სერიოზული ჩართვა, მაგრამ ეს იყო უფრო კობახიძის ერთკაციანი შოუ. და დამერწმუნებით კიდევაც, როდესაც ვნახავთ რა ინფორმაციას და ქარდებს ავრცელებს ამის შემდეგ თავად ეს პროპაგანდისტური ტელევიზია. ამიტომ აქ საუბარი რაშია? საუბარი ის კი არ არის, რომ ჩვენ დებატი არ გვინდა. არა, მე ვთქვი, მობრძანდნენ იქ, სადაც თანაბარი დრო გვექნება. იქ, სადაც ერთი-ერთზე ვიქნებით. ჩემთან დებატს მაგალითად ვერ გაბედავს კობახიძე ვერანაირად. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი სახში რო იყო და მშვენივრად ეძინა, მაშინ მე მას დავინახე მისი ნამდვილი სახე, როდესაც შარიკოვი უწოდე გემახსოვრებად საქართველოს პარლამენტში, ზუსტად იმ სტილის გამო, რაც მას აქვს. მაგრამ არის სფეროები, რასაც ის ვერ უპასუხებს. მაგალითად, ეს არის ყველანაირი სამართლებრივი და იურიდიული სფერო. ისე მოაწყეს მათ ეს პროპაგანდისტული შეხვედრა, რომ არც ერთი იურისტი არ იყო მეორე მხრიდან. ეს იყო სპეციალურად გაკეთებული. იმისთვის, რომ არ ყოფილიყო რაიმე კითხვის დასმა ან ეჭვის შეტანა იმაში, რასაც ამბობდა ბიძინა ივანიშვილის მორიგი მოლაპარაკე თოჯინა.
ამისთვის. ამიტომ სწორედ ასეთ ასპარეზზე არ შეიძლებოდა მისვლა და შოუსთვის ხელშეწყობა ირაკლი კობახიძისთვის. ამის თქმა მინდა მე. შემდეგი, მეგობრებო, ჩემს კამპანიაში, ეხლა ძალიან სერიოზულ კამპანიას ვიწყებ ახალს. გელოდებით ყველას, ვისაც გაქვთ დრო, ვისაც გინდათ მხარდაჭერა, ხართ იურისტი ან არა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს სამართლიანობასთან და სამართალთან დაკავშირებით, ამიტომ თუ გინდათ შეხვედრა, შემოერთება, მხარდაჭერა, შემოწირულობა ამისთვის აქ ვარ. ერთი მნიშვნელოვანი რაღაც უნდა ვთქვა. კაგერ გუშინ გამოვდე და ძალიან დიდი გავრცელება აქვს ბიძინა ივანიშვილის დაპირებას შარშან. სანამ დაერეოდა ქართულ ხალხს და დაგვერეოდა ჩვენ, რომ არ არის პრობლემა, რამდენსაც გინდათ იმდენ ოპოზიციას შევექმნითო, გვითხრა მან. მეგობრებო, ეს დაპირება შესრულდება. მან ეს თქვა და შემდეგ მისმა არაერთმა მხარდამჭერმა უსაქმურმა, რომელიც დღეს არის აიმ საპარლამენტის შენობაში და მარტო დამაზიანებელ კანონებს იღებს, აი ამ ეს დაპირება გაიმეორა. და ამ შვიდით ჩვენ შეგიქმნით ოპოზიციურ პარტიებს. ახალ ოპოზიციურ პარტიებს. ამას იმიტომ ვამბობ, თავად ივანიშვილის სიტყვებია, მე სამწუხაროდ რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსიც იმეორებდა ამაზე მოგვიანებით. ამიტომ უნდა ვიყოთ აქ ძალიან სერიოზულად და ყურადღებით, რომ ის ბრძოლა, რა ბრძოლაც ჩვენ გავძიეთ, ის მსხვერპლი პოლიტპატიმრები ციხეში, ადამიანები დაჭერილები, დაჯარიმებულები 100,000-ობით ლარით ჯარიმებით, ტყუილა არ ჩაიაროს. არ შემოგვაპარონ ბრჭყალებში ახალი პარტიები ბიძინა ივანიშვილის ლოზუნგით, როგორც გინდათ ისეთი იქნება. ამისთვის მთავარი საშუალება არის ყურადღება ფინანსებთან დაკავშირებით. როდესაც პარტია დღევანდელ ვითარებაში, როდესაც საკმაოდ ჭირს შემოწირულობები, ბიზნეს აუკრძალეს და შემოწირულობა კი არა, ხმის ამოღება, როდესაც პარტია წყავს რამდენიმე თანამშრომელი, PR თანამშრომელი, ჟურნალისტებთან მომუშავე, აპარატის თანამშრომელი, დამრეკი, დაცვის თანამშრომელი, ოფისი, ზევიდან მე ამას დავუმატეთ ტელევიზიაში რეკლამისთვის მიტანილი ფული, ამას დავუმატეთ მე დიდი ღონისძიებები, ფეშენებელური მასალა, გაზეთები და ასე შემდეგ, აქ აუცილებლად თუ არ გინდათ რომ აღმოჩნდეთ რომ თქვენ მუშაობთ ბიძინაზე, უნდა დავსვათ კითხვა. საიდან ეს? შემოწირულობა კი არა, შემომწირველები უნდა მოიკითხოთ. ვინ არის ეს ადამიანი? იქნება და მართლა არის ასეთი ადამიანი, რომელიც ამ ხელარისკზე მიდის. კი ბატონო, ვინ არის ეს ადამიანი? ნიკა გილაურივით არის, რომელიც გამობრძანდა, ვითომ მილიონები ჩაასხა ქართულ პოლიტიკაში და გაქრა. ადამიანი გაქრა, პრემიერობა უნდოდა და ყურმელსაც არ იღებს და ოფისიც კი არა აქვს. ეგ როგორ არის? ეს არ შეიძლება ქვეყანაში ასე ჩარევა და მერე პასუხისმგებლობის არ აღება. ამიტომ უნდა დავსვათ კითხვა, საიდან, ვინ არის შემომწირველი? კონკრეტულად სად არის ეს შემოწირულობა? ბანკიდან ამონაწელი, სახელი და გვარი, აუდიტში გაგზავნილი ანგარიში. არ დაკმაყოფილდეთ უბრალოდ თქვით, რომ იცით რა, შემომწირველები არიან. კი ბატონო, ნამდვილად, ყველა ასეთი ახლად შექმნილი ბიძინას მიერ შექმნილი პარტია შემოწირულობით იქნება, აბარა ფული ხო უნდა მისცეს ამ მთელი ოპერაციებისთვის. ამიტომ ეს კითხვები უნდა დავსვათ. გამჭირვალობა, ნდობა აქ აღსადგენია, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი წავედით ძალიან სერიოზულ რისკზე და არ შეიძლება რომ ეს რისკი გავატანოთ უბრალოდ წყალს, იმით რომ ბიძინამ ეხლა ახალი ხალხი შეგვიქმნას ბევრი ფულით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ორშაბათია, ახალ ამბებს დაელოდეთ ჩემგან როგორც ყოველთვის, აბა კარგ კვირას გისურვებთ დროებით. ნახვამდის.